რეფრაქციის დარღვევებსა და სტრაბიზმზე ვისაუბრებთ. მას ასევე უწოდებენ სიელმეს, გადაჯვარედინებულ თვალებს, ზარმაც თვალს და გაოცებულ თვალს. ეს არის თვალის პერიოდული, ანუ მუდმივი სიელმე, როცა ერთი თვალიდან მხედველობის მიმართულება ერთსა და იმავე საგანზე არ არის ისეთივე, როგორც ეს არის მეორე თვალში. რა დროს ხდება ექიმის ჩარევა აუცილებელი და როგორია მკურნალობის მეთოდები? ვისაუბრებთ ოფთალმოლოგთან, ოფთალმოქირურგთან, მაია საკინაშვილთან ერთად. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და მოულოდნელად დავიწყებ რა თქმა უნდა ასეთ დიდი სიხარულის გაზიარებით თქვენთან ერთად. გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. გილოცავთ ქართველებო, ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს სპორტშიც, სწავლაშიც, განათლებაშიც, პროფესიონალიზმშიც ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია და მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ შრომა ყოველთვის დებს შედეგს და გილოცავთ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ვერცხდები ყველას. ვისაუბრებთ ჯანმრთელობაზე, რაც ხო ამ წარმატების გვერდით აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია. რას ნიშნავს რეფრაქციის დარღვევები და როდის იჩენს სისტემას? დიახ, იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაუბროთ რა არის რეფრაქციის დარღვევა, ჯერ უნდა განვმარტოთ რა არის თვითონ რეფრაქცია. თვალის კაკალი ანატომიურად მოწყობილია სინათლის გარდამტეხი სტრუქტურის წინა მონაკვეთში, ეს გახლავთ რქოვანა და ბროლი და უკანა მონაკვეთში მდებარე სინათლის მიმღები სტრუქტურისგან, რომელიც არის ბადურა გარსი. ბადურა გარსის უჯრედებს აქვს უნარი სინათლის დაცემის შედეგად წარმოქმნას ელექტრული იმპულსი, რომელიც მხედველობის ნერვის საშუალებით გატარდება თავის ტვინში და პაციენტი უკვე აკეთებს აღქმას და ანალიზს იმისა, რა დაინახა. ზოგადად ეს გარდამტეხი სისტემის ძალა, ანუ გარდამტეხი სტრუქტურების ძალა და თვალის ანატომიური ღერძის სიგრძის შესაბამისობა სწორედ ნიშნავს რეფრაქციას. ანუ ისეთი უნდა იყოს გარდამტეხი ძალა, რომ დაფოკუსირდეს გამოსახულება ზუსტად ბადურა გარსზე. თუ ხდება შეუსაბამობა გარდამტეხ ძალასა და თვალის კაკლის ანატომიური ღერძის სიგრძეს შორის, მაშინ ფოკუსი ვერ ფოკუსირდება ზუსტად ბადურა გარსზე და პაციენტი ხედავს ბუნდოვნად. აი ეს გახლავთ სწორედ ამ მიზეზი იმისა, რასაც ჩვენ ვეძახით რეფრაქციულ დარღვევებს. ანუ რამდენი მიმართულება აქვს რეფრაქციულ? ამეტროპიის სახეები გახლავთ შორსმხედველობა, ანუ ჰიპერმეტროპია, მე სამედიცინო ტერმინებსაც ვამბობ. ესე ვიცნობთ როგორც შორსმხედველობა, ხო? ახლომხედველობა, ანუ მიოპია და გვაქვს კიდევ რეფრაქციის ცალკე სახე, ეს გახლავთ ასტიგმატიზმი. ჰიპერმეტროპია და მიოპია, ანუ ახლომხედველობა და შორსმხედველობა უფრო მეტად არის განპირობებული იმ მიზეზით, რაც მე ცოტა ხნის წინ დავასახელე, ანუ გარდამტეხი ძალისა და თვალის ანატომიური ღერძის სიგრძის შეუსაბამობა. იწვევს ამ რეფრაქციულ დარღვევას. ახლომხედველი თვალი უფრო გრძელია, ხოლო შორსმხედველი თვალი შედარებით მოკლე. ასტიგმატიზმის შემთხვევაში საქმე გვაქვს რქოვანას, ანუ წინა სტრუქტურის ზედაპირის არასწორ სიმრუდესთან, ანუ იდეალურად მრუდე ზედაპირი ნიშნავს, რომ ყველა მერიდიანში უნდა რქოვანა იყოს ერთნაირად მრუდე, რაც რეალურად არ არის და სხვადასხვა მერიდიანში სხვადასხვა სიმრუდე წარმოშობს სხვადასხვა გარდატეხის ძალას. შესაბამისად, სინათლე, როდესაც გაივლის ამ მერიდიანებში სხვადასხვანაირად გარდატყდება და ერთ წერტილში ვერ ფოკუსირდება, ამიტომაც ასტიგმატიური თვალი ხედავს ბუნდოვნად. აი ამ სამი დარღვევიდან რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეიძლება იყოს შეძენილიც, ანუ როგორი ფორმები არსებობს ამ კუთხით. ზოგადად ნორმალური ისეთი თვალი იბადება დაბალი ხარისხის შორსმხედველობით, იმიტომ რომ ახალშობილის თვალი ცოტა მოკლეა. შემდეგ 3-4 წლის ასაკისთვის ის აღწევს ზრდასრულ ზომას და ეს შორსმხედველობაც კლებულობს. თუმცა, როდესაც გვხვდება მაღალი ხარისხის შორსმხედველობა, ეს ყველა ვარიანტში არის თანდაყოლილი. ახლომხედველობა შესაძლოა იყოს თანდაყოლილი, შესაძლოა იყოს შეძენილი. თანდაყოლილი ახლომხედველობა ნიშნავს, რომ ბავშვი იბადება მაღალი ხარისხის ამეტროპიით, მაღალი ხარისხის რეფრაქციული ნაკლით. აქ ძალიან დაბალი მხედველობა გვაქვს. ამის შეფასება სამშობიაროშივე ხდება, როგორ ვიგებთ? არა, ამის შეფასება სამშობიაროში არ ხდება. აქ სამწუხაროდ ისეთი მკვეთრად გამოხატული მხედველობის ნაკლია, რომ ასეთ ბავშვებს მშობლები ამჩნევენ ძალიან დაბალ მხედველობას. ამიტომაც დროულია ხოლმე მომართვიანობა. შეძენილი ახლომხედველობა უფრო ვითარდება სასკოლო ასაკში, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების გაჯეტებთან, ასე მეგობრობასთან. თანამედროვეობაში განსაკუთრებით. დიახ და ეს იწყება უფრო დაბალი ციფრებით, ხოლმე დაბალი ხარისხის არის დასაწყისში და ბავშვის ორგანიზმის ზრდასთან ერთად პროგრესირებს.
და აღწევს სტაბილურდება უკვე, როდესაც გარდატეხის ასაკს გაივლის ბავშვი და ზრდას დაამთავრებს. აი შეძენილს რაც შეეხება, აქ რა უნდა იცოდეს მშობელმა და რა დროს რის მიმართ უნდა იყოს ყურადღებით, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში რაც უფრო მალე გავიგებთ პრობლემას, ჩავერევით და რაღაც გამოსავლის გზებს ვიპოვებთ, უფრო არ გაღრმავდება ხო პრობლემა, რა ურჩიოთ. დიახ, ეს კონკრეტულად შეძენილი ახლომხედველობის შემთხვევაში რასაკვირველია ყურადღება გვმართებს იმისა, რომ ბავშვს ზომიერი დატვირთვა კონდეს ახლომანძილზე მუშაობის. გარდა ამისა, ემჩნევათ ბავშვებს, იწყებენ თვალების მოჭუტვას, ტელევიზორთან ახლოს მისვლას. ხშირად მასწავლებლები აფიქსირებენ ხოლმე სკოლაში, რომ დაფიდან უჭირს გადმოწერა ბავშვს და კი ბატონო, ასევე აფრთხილებენ მშობელს. ხო, და ანუ პირველი შემთხვევები ხდება ასეთ შემთხვევაში პედაგოგი. ერთ-ერთი დარღვევა არის სტრაბიზმი, ხო? რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? მას ვიცნობთ როგორც სიელმე, ხო? ხშირია ხოლმე შემთხვევები, რომ ახალშობილში არის სიელმე, მაგრამ დროთა განმავლობაში გადის, თქვა, როგორ განასხვავოს, თქვა, მშობელმა საყურადღებო არის თუ არა ჩარევა ახალშობილთან, როცა შეამჩნევს არათანაბარ თვალს. სტრაბიზმი ეს გახლავთ პათოლოგია, რომლის დროსაც პაციენტს პირვანდელ პოზიციაში დარღვეული აქვს თვალის კაკლების სწორი მდებარეობა და აგრეთვე თვალის კაკლების პარალელური მოძრაობის უნარი. გეთანხმებით, რომ ახალშობილებში არის თვალის კაკლების ისეთი არასწორი მოძრაობა, თუმცა ეს არ ატარებს მუდმივ ხასიათს და რაღაც 2-3 თვის ასაკიდან უკვე ბავშვი როდესაც იწყებს სწორ ფიქსაციას, ეს ნელ-ნელა გადის. თუ ახალშობილობის პერიოდში, ჩვილ ასაკში მშობელი ამჩნევს ერთი თვალის ყარი კუთხით გადახრას, მაშინ მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-ოფთალმოლოგს და ეს მითი, რომ სიელმე გაიზრდება და წლის გახდება და გაუვლის, ეს ის სიელმე არ გახლავთ. კი ბატონო, თუმცა ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ხო? არის მკურნალობა, შესაძლებლობები დღეს იმისთვის, რომ იგივე რეფრაქციის პრობლემები იქნება და დარღვევები იქნება თუ სტრაბიზმი, არის შესაძლებელი, რომ პრობლემა გამოსწორდეს. ამის რა შესაძლებლობები არის ნიუ ჰოსპიტალში? დიახ, ამ მიმართულებით, რაც შეეხება რეფრაქციის ანომალიებს, სტრაბიზმს, მინდა მოგახსენოთ, რომ ნიუ ჰოსპიტალში შრომობს პროფესიონალ, კვალიფიციურ ექიმთა დიდი გუნდი, რომელთა ურთიერთობა არის ძალიან შეთანხმებული. ყველა პაციენტს მოსვლის წუთიდან, ექიმთან ვიზიტის წუთიდან, დიაგნოსტირების შემდეგ უკვე იწერება გარკვეული ალგორითმი, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ ბავშვის მართვა. რეფრაქციული ანომალიების, ანუ რეფრაქციული დარღვევების მართვა ძირითადი საშუალება გახლავთ სათვალის სწორად შერჩევა. რასაკვირველია, ეს ხდება სუბიექტური და ობიექტური კვლევის მეთოდებზე დაყრდნობით. ასევე, რაც შეეხება სტრაბიზმს, მისი მკურნალობა შესაძლოა იყოს კონსერვატული, შესაძლოა იყოს ქირურგიული. კონსერვატული მეთოდი გულისხმობს სათვალის სწორ შერჩევას, აგრეთვე არსებობს სავარჯიშო აპარატთა მთელი კომპლექსი, რომლითაც ჩვენ ვაუმჯობესებთ მხედველობის სიმახვილეს, ვასწავლით თავის ტვინს ორი თვალით ერთდროულ მხედველობას. რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევას, ქირურგიული ჩარევა ხორციელდება თვალის მამოძრავებელ კუნთებზე. თვალს აქვს 6 მამოძრავებელი კუნთი და ამ კუნთებზე ქირურგიული ჩარევის საშუალებით გულისხმობს მათ შესუსტებას, გაძლიერებას, გადანაცვლებას. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ თვალის სწორ დგომას და მივიღოთ სასურველი შედეგი. და 2 წუთი გრჩება და ალბათ რეკომენდაციებით უნდა დავასრულოთ, ხო? მაშინ როცა სტატისტიკურად მომატებული არის რეფრაქციის დარღვევები ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ჩვენი შვილების ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რა ურჩიოთ მშობლებს რაღაც იგივე რო არ მივიდეთ ზარმაც თვალთან, რო არ მივიდეთ გარკვეულ გართულებებთან, როგორ დავასვენოთ თუ აი რა რეჟიმი შევარჩიოთ იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემა შეექმნას. პირველ რიგში მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, რომ ჩივილების არქონის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ სავალდებულოა ბავშვმა გაიაროს სკრინინგი იმისა, ხომ არ აქვს მას რამე მხედველობითი დარღვევა. ძალიან იშვიათად გვესმის, როდესაც პაციენტს ეკითხები მოსვლის მიზეზი და გიპასუხოს, რომ მოვედი კონტროლზე. აი ეს ძალიან იშვიათად გვესმის. ძირითადად მოგმართავენ უკვე პრობლემის გაჩენის შემდეგ. და ხშირად, აი როგორც აღვნიშნე, მასწავლებელი ხდება პირველი მაცნე იმისა, რომ ბავშვს აქვს დაბალი მხედველობა.
მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, როგორ თქვი, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ბავშვები დავტვირთოთ სხვა საქმიანობით და არ კონდეთ მათ ძალიან ხშირი შეხება, სულ ვერ ამოვიღებთ ეკრანებს მათ წყალს. ვერა, რასაკვირველია, ვერც ეკრანს ამოვიღებთ და ვერც მეცადინეობას, მაგრამ ეს იყოს რაღაცნაირად განაწილებული. და ყველაზე მთავარი, ხო, წელიწადში ერთხელ განსაკუთრებით ალბათ გადატეხის ასაკში, როცა უფრო მეტი აუცილებელია, იყოს კონტროლი ექიმის დახმარებით. დიდი მადლობა საჭირო რეკომენდაციებისთვის. მადლობა საუკეთესო სრულებით.